გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ემიგრანტისგან, რომელიც დიდი ხანია წასულია ქვეყნიდან და სამშობლოში თუ ჩამოდის, ძალიან იშვიათად და ისიც ცოტახნით, აი მისგან არ მიკვირს აზრზე რომ არა თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენთან. ისიც არ მიკვირს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოში ის ბოროტ ძალას რომ აძლევს ხმას, რომლის დასამარების პროცესშიც ახლა ვართ. არ მიკვირს იმიტომ, რომ ის საქართველოს შესახებ ინფორმაციას საეჭვო წყაროებიდან იღებს. მახსოვს 2012-ში თბილისიდან წასულ მოსკოველ მეგობრებს ვკითხე, აი რომ მელაპარაკებით მიშას სიდიადესა და პროგრესულობაზე. საიდან გაქვთ მეთქი ეს ინფორმაცია? როგორ თუ საიდან ჩვენ ქართულ ტელეარხებს ვუყურებთო? ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ნაცები ჯერ ნაცობდნენ და ტელევიზიები მთლიანად მათ ხელში იყო, გარდა უწყინარი აკუბარდიესა. ასეთი გასაცდავებული დროს იყო, როდესაც აკუბარდია თავისი საგვარეულო ტაშტით ოპოზიციის შუქურა გახდათ. და რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ სააკაშვილმა სხვა ტელევიზია არ დატოვა, არც ერთი, ხო გავხსოვთ ეს? და აკუბარდია იმიტომ დატოვა, რომ სალაპარაკო ჰქონოდა, აი ოპოზიციური ტელეარხი გვაქვს საქართველოში და ესე იგი მე დიქტატორი არ ვარ, მე ლიბერალ დემოკრატის ქუდი მხურავს და ქეთს არ მიხრის არავინ. და იმას ვამბობდი, როდესაც ჩემი მოსკოველი მეგობრები 90-იან წლებში აქედან გაქცეულები და იქ ძალიან კარგად მოწყობილნი მიმტკიცებდნენ, რომ მიშა არის ჩვენი შუქი გვირაბის ბოლოს. მე ეს არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგან ისინი დღესაც TV პირველს და მთავარს უყურებენ. ცხოვრობენ ჩვენგან 2200 კილომეტრის დაშორებით და გონიათ, რომ ჩემზე უკეთესად იციან თუ აქ როგორი სიტუაციაა. თბილისში ჩამოდიან წელიწადში ერთხელ 5-6 დღით სუფრიდან სუფრაზე გადარბიან და მეუბნებიან, რომ აქ ჩვენთან რუსული ხელისუფლებაა. ისინი თურმე 5 დღეში ასწრებენ ამის გარკვევას, მაგრამ ვიმეორებ, არ მიკვირს მათი. სხვათა შორის ერთ-ერთი მათგანი მახსოვს 2022 წლის გაზაფხულზე იყო ჩამოსული. აი მაშინ სააკაშვილის საუკუნოვან მოშიმშილეს რომ განასახიერებდა და ცრემნარევი ხმით მეხვეწებოდა. შეეშვი იმ საცოდავს, ვერ ხედავ კვდებაო. გავიდა 3 წელი. ამასთანავე ჩამოვიდა ვნახე და ვკითხე, რა მოკვდა საქართველოს დამაარსებელი? არაფერი მიპასუხა, კუდი მოიქნია და შავ ზღვაში გაუჩინარდა. კარგი, ვინც აქ არ ცხოვრობს, მათი მესმის, მაგრამ ვინც აქაა და ვინც მარაქაშია გარეული, მე ახლა მარაზმატიკოსებს და მათ, ვინც ნაცების გობიდან იკვებება, არ გულისხმობ. აი დანარჩენები ისინი როგორ ვერ ხედავენ სიმართლეს, ვერ ხვდები. როდესაც ასეთები მიმტკიცებენ, რომ არ უნდათ რუსული მთავრობა, ენა მივარდება და ხმა მეყინება, მეგობრებო. სადაა მთავრობის რუსულობის თუნდაც ერთი ნიშანი, ერთი მიზეზი, ან რამე ელფერი მაინც, მანახონ, ვეხვეწები, ვემუდარები, მითხარით, რას ეძახით რუსულ მთავრობას. ეხლა ნარატივი აქვთ არჩევნების გაყალბება და პოლიტპატიმრები. ამათ პოლიტპატიმრების მნიშვნელობა თუ იცოდნენ, მე ვიყო ნანუკა ჟ. ამათ გონიათ, რომ ადამიანს, რომელიც პოლიციელს წინააღმდეგობას გაუწევს, ან მასზე ხელს აღმართავს, ან შეაგინებს, ან ჯოხს ესვრის, ან ცოცხლად დაწვას მოუნდომებს და ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს პოლიტპატიმრობად ითვლება. არა, თუ ნაცურ საქმეს სჭირდება, მაშინ რასაკვირველია მოძალადესაც პოლიტპატიმრად და სინდისის პატიმრადაც შერაცხავ და არსებულ სიტუაციას სისხლიან ტირანიადაც გამოაცხადებ. ისე ტერმინი სისხლიანი ტირანია უკვე რამდენჯერმე გავიგე. საკმაოდ ცნობადი სახეები ამტკიცებდნენ, რომ თურმე 37 წელსაც არ ყოფილა ისეთი ტერორი, როგორიც ახლაა და ამას ხომ ისინი ჩემთვის და თქვენთვის არ ამბობენ. ამას ამბობენ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ტვინი აქვთ გამორეცხილი და რომლებიც
აზრზე არ არიან თუ რა არის 37 წელი, რა არის ეჟოვის ხელთათმანები, რა არის გულაგი და ის რომ საქართველოში მგონი ოჯახი არ დარჩენილა, რომელიც იმ წლებში არ დაზარალებულა. ბაბუაჩემი 29 წლის რკინიგზელი 37-ში დაიჭერეს და დახვრიტეს. დღესაც არ ვიცით სადაა ის დაკრძალული. თუ დაკრძალულია რასაკვირველია და ეს მაწანწალები ახლა ამ დროს ადარებენ დიდი ტერორის ხანას, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რაც არ უნდა გასკდნენ ნაკერავზე, რა აქციებიც არ უნდა იტანსაონ და რომელი გადამთიელიც არ უნდა ჩარიონ, ნაცები უკან ვერ დაბრუნდებიან და ამის გარანტი ჩვენ 1,200,000 ადამიანი ვართ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანი.